საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრა გუშინ გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე ბულგარეთის ეროვნული ნაკრები იყო. ქართველმა კალათბურთელებმა მოწინააღმდეგე 11 ქულიანი სხვაობით 94-83 დაამარცხა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ A დივიზიონის C ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა ბულგარეთი ანგარიშით 94-83 დაამარცხეს. ამ გამარჯვების შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ბურთების ცუდი სხვაობის გამო ვერ გავიდა. ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ მომავალწელს უფრო თამამად და უფრო გაბედურ და უფრო გამოსილი შევხვდეთ. ყველანი აბსოლუტურად და როცა ერთად ვიქნებით, ჩვენ დამარცხება ძნელი იქნება და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ ბიჭებს დიდი мотиваცია იქნება, რომ ყველა ჩვენთან ერთად არის. გუშინდელი შეხვედრა ქართველი კალათბურთელების უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედიც მათი გამარჯვებით 24-19 დასრულდა. ამის შემდეგ ბულგარეთის ეროვნული ნაკრები უფრო გააქტიურდა და პირველი ტაიმის 7 ქულიანი უპირატესობით 48-41 მოიგეს. დარჩენილი ორი მეოთხედი კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარელებს ბევრად უკეთესად ითამაშეს, რაც საბოლოოდ ანგარიშის საისახა 93-84. შეხვედრაში საუკეთესო შედეგი საქართველოს ნაკრების მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე მაჩვენა. მან გუნდს 27 ქულა და 11 მოხსნა შესწირა. 14 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ. ჩვენ ვართ მართლა A დივიზიონის ღირსეული წევრები ვართ და უბრალოდ დასანანიერად ძალიან მცირედ დაგვაკვდა რომ პირდაპირ მოხვედრილიყავით ევროპის ჩემპიონატზე. მაგრამ გვაქვს იმის შანსი მომავალ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატამდე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადავლახოთ ის საკვალიფიკაციო ეტაპი და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან რთული თამაში იყო. ბულგარეთის სასურველი სხვაობით მოსაგებად იბრძოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩინებულად გავისარჯეთ. ჯგუფში 5 მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ეს ფინალურ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა A დივიზიონში სადებიუტო სეზონს ვატარებდი და ცუდი შედეგი ნამდვილად არ გვიჩვენებია. იმედი მაქვს კარგი განწყობა სამომავლოდაც გადაგვყვება და ევროპის ჩემპიონატის ბოლოს აქ ზორი სწორედ ჩვენ დაგვჭირდა. რომარა ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან მარცხი საქართველოს ეროვნული ნაკრები გუშინდელი გამარჯვების შემდეგ უკვე ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე იქნებოდა. მაგრამ ქართველ კალათბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი კვლავ ექნებათ. ლიტვაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად მომავალ აგვისტოს 6 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს. აც უკვე დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ C ჯგუფში საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა მასე ბევრად გამოცდილ ნაკრებებთან 5 შეხვედრა მოიგო და 3 წააგო. დღეიდან კი მთელი საქართველო მომავალ აგვისტოს დაელოდება. სწორედ მაშინ გაირკვევა ითამაშებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვაში გასამართ ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. დიდი თიხმის დასახლებას დღეს წყლის მიწოდება შეუწყდა. კომპანია Georgian Water and Power-ის წარმომადგენელთა ცნობით წყლის მიწოდების შეწყვეტა დიდი თიხმის მესამე მიკრორაიონში მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარ დაზიანებას უკავშირდება. დიდი თიხმის დასახლებას დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით წყლის მიწოდება 12-დან 20 საათამდე შეუწყდა. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს Georgian Water and Power-ის საავარიო ბრიგადები დილიდან შეუდგნენ. რუსეთში სკინჰედების თავდასხმას მსხვერპლი მოხვა. კვირა საღამოს რუსეთში ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მიასში 100-მდე სკინჰედი იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც როკ-ფესტივალი ტორნადო მიმდინარეობდა. სკინჰედები დამსწრე საზოგადოებას ფიზიკურად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით არიან დაღუპულებიც. თავად ჩელიაბინსკის ოლქის ხელმძღვანელობა შეტაკების სხვა ვერსიას აღწელებს. მხარის გუბერნატორის პრეზიდენტის განცხადებით არეულობის მიზეზი კაფეში მომხდარი ჩხუბი გახდა. ინტერფაქსის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონიცემით კი შეტაკების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, გარდაცვლილები კი არ არიან. Стреляли из пистолетов, видимо, სპეცოპერაცია, რომელიც ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მშობლიურ სოფელში გუშინ ჩატარდა, მსხვერპლი დასრულდა. სოფელ ცენტოროისთან მილიციის 6 თანამშრომელი დაიღუპა, 18 დაიჭრა. გარდაცვლილი ასევე 7 მშვიდობიანი მოქალაქე და 12 ბოევიკი. რუსული მედიის ცნობით გარდაცვლილ ბოევიკებს შორის არის ფორმირება ბრიგადის გენერლების წევრი აჰმედ ავდორხანოვი. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა სოფლის ტერიტორია ალყაში მოაქციეს. 3 სახლი და რამდენიმე ავტომანქანა დაიწვა. კადიროვი მშვიდობიანი მოქალაქე და დაღუპვას უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით რესპუბლიკის მეთაურს ამ ფაქტის აღიარება მოუხდა. რუსული მედიის მტკიცებით ბოევიკები თავს დაესხნენ რამზან კადიროვის სოფელს. რუსმა სამართალდამცავებმა კი მათ გასანადგურებლად სპეცოპერაცია წამოიწყეს. ჩემმა პირადმა დაცვამ ბანდიტური დაჯგუფების წევრების ალყაში მოქცევა და განადგურება შეძლო. ლიკვიდირებულია 12 ბოევიკი. პირადი დაცვის წევრებმა არაჩვეულებრივად იმუშავეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთანაც არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაშავდნენ აგრეთვე ქალები, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა ხდებოდა. რამდენიმე ბოევიკმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მათ მალე ვიპოვნით.
ეკვადორში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა და ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 36 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 12 ადამიანი კი მძიმე დაშავდა. სამართალდამცავთა განცხადებით ინციდენტი დედაქალაქიდან 95 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ამჟამად მგზავრების ამოცნობა მიმდინარეობს. ინდონეზიაში კუნძულ სუმატრაზე მეორე დღეა ვულკან სინაბურგის ამოფრქვევა გრძელდება. ვულკანი, რომელიც ბოლოს 4 საუკუნის წინ ამოიფრქვა, უფრო გააქტიურდა. მისი ფერფლი 2000 მეტრის რადიუსით იფრქვევა. უსაფრთხოების გამო უახლოესი რეგიონებიდან უკვე თითქმის 12000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიური უბედურების მართვის სააგენტოს განცხადებით, ისინი საგანგებო თავშესაფრებში, მეჩეთებსა და ეკლესიებში არიან გადაყვანილი. მათ საკვები და სასმელი წყლით ამარაგებენ. გავრცელებული ინფორმაციით 2 ადამიანი დაიღუპა. ვულკანების ამოფრქვევა ინდონეზიაში, რომელიც სეისმური აქტიურობით გამოირჩევა ხშირი მოვლენა. რეგიონში მოქმედი 130 ვულკანი არსებობს. 2009 წლის 30 სექტემბერს კუნძულ სუმატრაზე 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რასაც ცუნამი მოყვა, რის შედეგადაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ვულკანის სინაბურგი ბოლოს 1600 წელს ამოიფრქვა. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა მოსახლეობას შეახსენა, რომ მომდევნო კვირას ვაშინგტონში ისრაელთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს გამართავს. ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები პალესტინის ასიკეთო დასრულდება. მაჰმუდ აბასმა პირობა მისცა პალესტინელებს, რომ თუ ისრაელის წარმომადგენლები მშვიდობიანი მოლაპარაკების სანაცვლოდ უარს იტყვიან 1967 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაზე, ის მოლაპარაკებებს შეწყვეტს. ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკება, რომელშიც შუამავლის როლს ამერიკის შეერთებული შტატები შეასრულებს, 2 სექტემბრიდან განახლდება. ფრანგი ალენ რობერტი მეცახელად ადამიანი ობობა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი და ცნობილი შენობები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე აქვს დაპყრობილი, პოლიციამ სიდნეის 47 სართულიან შენობაზე დააკავა. გასულ წელს რობერტი სიდნეიში 41 სართულიან სამეფო ბანკის შენობაზე აძრომისთვის $700 დააჯარიმეს. მისი პერსონალური ვებგვერდის თანახმად 48 წლის ალპინის მსოფლიოში 70-ზე მეტი ცათამბჯენი აქვს დაპყრობილი, მათ შორის Empire State Building, Sears Tower და პეტრონას ტყუპი მისი თქმით, მან ცოცვა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც შეცდომით სახლის კარი დაუკეტეს. მერვე სართულზე აძვრა და სახლში ფანჯრიდან შევიდა. ბრაზილიის ქალაქ სალვადორში ფონტენოვას სტადიონის დემონტაჟი მოხდა. უსაფრთხოების გამო ქალაქის ათასობით მცხოვრები ევაკუირებულია. ბრაზილიის ერთ-ერთი ცნობილი სტადიონის დემონტაჟი მას შემდეგ გადაწყდა, რაც 2007 წელს მატჩის დროს სტადიონის ტრიბუნა ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. სტადიონის დემონტაჟისთვის საჭირო დაახლოებით 1 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გახდა. მის ადგილზე ახალი სტადიონის აშენება იგეგმება. ფონტენოვას სტადიონი 1951 წელს აიგო და ის 66,000 ადამიანზე იყო გათვლილი. ლოს-ანჯელესში პრესტიჟული სატელევიზიო პრემია ემის 62 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც ტელეკომპანია NBC საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ლოს-ანჯელესში სატელევიზიო პრემია ემის 62 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ტელეკომპანია NBC საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საღამოს კულმინაციას სერიალ შეშლილების შემქმნელების დაჯილდოებამ გამოიწვია, რომელმაც საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაციაში გაიმარჯვა. აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილები იყვნენ სერიალები „დაკარგულები“, „დექსტერი“ და „კარგი ცოლი“. საუკეთესო კომედიურ სერიალად თანამედროვე ოჯახი დასახელდა, ხოლო საუკეთესო მინი-სერიალის ჯილდო წყნარ ოკეანეს ერგო. სერიალის შექმნაზე საყოველთაო ცნობილი სტივენ სპილბერგი და ტომ ჰენსი მუშაობდნენ. ის ერთდროულად 24 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ალ პაჩინო მინი-სერიალში შენ ისნობ ჯეკს შესრულებული როლისთვის დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კლერ კეტრინ დეინს ერგო. საუკეთესო დრამატული მამაკაცის მსახიობის ჯილდო ბრაიან კრენსონმა მოიპოვა, ხოლო საუკეთესო კომედიური როლისთვის ჯიმ პერსონსი დასახელდა. ემის პრემია ნიუ-იორკის სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ დაარსა. პირველი ცერემონია 1959 წლის 25 იანვარს ჰოლივუდის სპორტულ კლუბში გაიმართა. ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა და ოსკარის სატელევიზიო ანალოგად მიიჩნევა.